ახლა კულტურის სიახლეების შესახებ აფხაზეთის ომზე გადაღებულ ცნობილ მხატვრულ ფილმს დღეიდან ციფრული ვერსიაც აქვს. ოცნებების სასაფლაოს ნეგატივს რესტავრაცია ჩაუტარდა. გოგა ხაინდრავას ნამუშევარს, რომლის ერთადერთი ორიგინალი საფრანგეთში ინახებოდა, მალე ქართველი მაყურებელი კინოთეატრებშიც ნახავს. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოების ლაურეატი და საერთაშორისო ფესტივალების გამარჯვებული ფილმი ოცნებების სასაფლაო წლების შემდეგ საქართველოში ბრუნდება. სურათის ერთადერთი ორიგინალი ამ დრომდე საფრანგეთში კომპანია Vectra.com-ში იყო დაცული. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით კი მოხდა ნეგატივის რესტავრაცია, გაწმენდა, აღდგენა და გაციფრება. ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი ძალიან დიდი ნაბიჯია, რომ უდიდესი ნაწილი ქართული ფილმებისა სამწუხაროდ საქართველოს ფარგლებს გარეთ არის. და მათი აღდგენა და რესტავრაცია ის მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ოცნებების სასაფლაო გიორგი ხაინდრავამ გასული საუკუნის 90-იან წლებში გადაიღო. კინოფილმში აფხაზეთის ომის ამსახველი დოკუმენტური მასალაა გამოყენებული. სურათის პერსონაჟები კი ომის მონაწილე რეალური გმირები არიან. სიუჟეტის მიხედვით მოხალისე ახალგაზრდები ფრონტზე საბრძოლველად მიდიან. მხატვრულ დოკუმენტური კადრები ომის სასტიკ რეალობას გადმოსცემს და იმ ადამიანების ისტორიებს ყვება, რომელთაგანაც ბევრი ფრონტიდან ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა. მე ვფიქრობ, საეტაპო სურათია საქართველოსთვის, იმიტომ რომ ისეთ დროს არის, ისეთ ადგილას არის გადაღებული და ისეთ, ასე ვთქვათ, თემას ეხმიანება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის თვალთა ხედვა, რომელიც დაფიქსირებულია იქ. ეს არის დოკუმენტი, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ 20 წლის და 25 წლის მერე კონფლიქტის თქვა, რომ ჩვენ არ ვიყავით მტრები და არ უყურებდით როგორც მტრებს აფხაზებს და ეს არის დოკუმენტი, იმიტომ რომ ეს 92 წელს ომის დროს ამ განწყობით არის გაკეთებული. ის სულისკვეთება, რაც დევს ამ ფილმში და თავად რეჟისორის დამოკიდებულება აჩვენებს იმას, რომ ეს ერთობლივი საერთო უბედურება იყო, რაც თავს დაგვატყდა და ეს არა გათიშვის, არა ურთიერთდაპირისპირების, არამედ ისევ დამეგობრების და დაახლოების ხიდის როლი შეიძლება შეასრულოს. ამ ფილმმა მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ფილმი დაბრუნდა. 2 ათწლეულის შემდეგ გიორგი ხაინდრავას საეტაპო ფილმ ქრონიკას ქართველი მაყურებელი კინოთეატრებში ნახავს. ასევე დაგეგმილია სურათის სატელევიზიო ჩვენებაც. ამჟამად ცნობილი ქართველი რეჟისორი კიდევ ერთ ფილმზე მუშაობას ასრულებს. დოკუმენტურ სურათზე მერაბ კოსტავას შესახებ გიორგი ხაინდრავა რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა.